მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 10. ნახატზე გამოსახულ წრეში ჩართული იდეალური ამპერმეტრის ჩვენება 0.5 ამპერიო და გვეკითხებიან რისი ტოლია ძაბვა AB უბანზე. აგეთ მოდით ეს ახლა ცოტა გამოვწიოთ აქეთ. აი ასე. გავადიდოთ ეს სურათი და შევხედოთ რა სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენ აქ. ეხლა მოდით გამოვთვალოთ ჯერ რისი ტოლი იქნება, მოდით თან აღნიშნების შემოვიტანოთ, ხო, ეს იყოს პირობითად. აი ეს იყოს პირველი წერტილი, ეს იყოს მეორე წერტილი, ეს იყოს მესამე წერტილი, ეს იყოს მოდი აქ დავარქვათ, აქაც დაგჭირდება. აი ეს იყოს მესამე წერტილი. ეს იყოს მეოთხე წერტილი, ეს იყოს მეხუთე წერტილი. კი ბატონო. ეხლა პირველ ორ უბანზე, აი აქ პირველ ორ უბანზე, როგორც ხედავთ, ორი რეზისტორი გვაქვს, რომელიც პარალელურად არის ჩართული. ამიტომ ერი პირველ ორ უბანზე პირდაპირ ტოლი იქნება, ამათი რადგანაც რეზისტორების წინაღობები ერთმანეთის ტოლია, ამათი ნახევარი იქნება, ხო? ეს იქნება 5 ომი, 5 ომი. ეხლა მესამე მეორე უბანს თუ დავაკვირდებით, ცალკე ეს არის 5 ომი და ესეც არის 5 ომი და ცალკე ეს და მთლიანი ეს არის ჩართული უკვე მიმდევრობით, ამიტომ ერი უკვე 3-2-ზე ტოლი იქნება 5 + 5-ის, ესეც 5-ია, ეს მთლიანიც 5-ია, გამოგვდის 10 ომი. 10 ომი. კი ბატონო, 10 ომი. რაც შეეხება ეხლა 4-5 უბანზე, 4-5 უბანზეც და 3 უბანზეც 1000 არის, ახაც ხედავთ? 1000 არის შესაბამისად. R 4-5 უბანზეც ტოლი იქნება 3-2-ზეც 10-ია, 4-5-ზეც 10 არის, შესაბამისად ამათი ნახევარი 5 ომი იქნება ახაც. და ეხლა თლიან AB უბანზე რა იქნება? ცალკე აი ეს არის 5 ომი და 4-5-ზეც არის 5 ომი. მაშინ ამათი ჯამი გვექნება RAB-ზეც, RAB-ზე იქნება 10 ომი. ეხლა შეეხება D-ს, D-ნი რო განვსაზღვროთ. ამისთვის მოდით ასე მოვიქცეთ. ჩვენ ამპერმეტრი გვიჩვენებს 0.5 ამპერს უგეუბნებიან და ამპერმეტრის ჩვენება არის ისორი დისდენი, რომელმაც აი აქ გაიარა ამ რეზისტორში. აი ეს I1 დავარქვათ პირობითად, რომელიც 0.5 ამპერიაო და რადგანაც რეზისტორების წინაღობები ერთმანეთის ტოლი არის, აი აქაც დენი I2 თანაბრად გადანაწილდება დენი, ეს იქნება 0.5 ამპერი. ხო? და აი აქ რა დენი მოვა? აი აქ დენი რაც მოვა, I' დავარქვათ, ტოლი იქნება, ეხლა აქ რა დენიც მოდიოდა, ორ ნაწილად გაიყო, I1-ად და I2-ად, რომელიც 0.5-ია. მაშინ I' იქნება ამათი ჯამი, ხო? 1 ამპერი. კი ბატონო, ესე იგი აქაც მოდის I' უდრის 1 ამპერი დენი. ეხლა 3 უბანზე 10 ომია და 3 უბანზე არის 10 ომი, კი ბატონო, და 4-5 უბანზე 4-5, ხო, ესე იგი 3 უბანზეც 10-ია, აი ეს არის მთლიანი არის 10 და ესეც არის 10. ხო, მაშინ ესეც აქეთაც I2' დავარქვათ, აქეთაც 1 ამპერი გავიტოდა. მაშინ ესეც ანალოგიური პრინციპით რო გავყვეთ, I იქნება ახლა 1 + 1, ბორშტოდ გაიყო 2 ამპერი და რაღა დაგვჭრა ახლა. მაშინ რა გამოგვდის? ჩვენ უს გვეკითხებიან ძაბოს AB უბანზე. ძაბო AB უბანზე ტოლი იქნება I ამრავლებული RAB-ზე. I ვიპოვეთ 2 იყო, AB-ზე ვიპოვეთ აგერ 10 იყო, გამოვიდა 20 ვოლტი. შესაბამისად დავწეროთ პასუხი ესე იგი. ძაბვა AB უბანზე ტოლი ყოფილა 20 ვოლტის. პასუხი G.